Hello guys, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი ბიზანტიით და როგორც ხედავთ ნახეთ უბრალოდ ახლა ტერიტორია აქვს ბიზანტიის დაპყრობილი. ასე იგი არაბებმა პერსიანის კი დაუყრიათ. გაუყრიათ ტერიტორია, ეგ აღარ მახსოვდა. ზოგადად ნახე როგორ წამოსულა მე იქ good. ბერბერს როგორც შეუძლიათ სახელი და მაგიტო იმპერია მაგიტო გახდა. ზემო ესტერნიერი ბალთია. ხო სახელები შეცვლილი რადგან იმებზე გადავიდე. განახეთ რაზეც. ხო, ისა წეან მეგობრ მოგესალმებით, მარკინო მოგესალმებით. რა ვახат როგორ ხარ რაშებით? დაგემოვნეთ ბიზანტიით კამპანიით ევროპა 7 მედივალით და აი როცა სახელებს შევქმნით, აი მაგათ ბერბერს ახლა იგრის იმპერია ქვიეთ. აი ესენია რა, მაგათ ჩვენ ვიყავით თავიდან რომის სამეფო, მერე რომის რესპუბლიკა, ახლა ბიზანტიის იმპერია და ჩვენ შევიდეთ რომის იმპერია. მაგრამ მაგის გვინდა რავენა ქალაქი, ნეპალი, სიკია, ნოვა, კართაგენი, ქაირო, ორჯერ კართაგენი აწერი არ ვიცი, ალტავა და ათენი. და დედაქალაქი მოხდეს რომის იმპერია ავიღოთ. და რომის იმპერიას თუ ავიღეთ, ეკონომიკა გავგზდება 20%, ანუ თუ ავიღეთ მაგსახით რა. აი მაგალითად რომის სამეფო რო ვიყავით და ეხლაც მოხდეს ეგ defense infinity შეძრება +10 ანუ defense mili infinity რომის რო ვიყავით infinity ანუ mili infinity როცა ვიყვანთ ანუ ჩვენ მებრძოლებს 15% ნაკლებ ვიხდით ვიდრე უნდა გადავიხადოთ. და ეს არის ბიზანტი ჰოპლით, ბიზანტი ფლემთავ, can recruit in the castle with ეს კაია 15% ნაკლებს ვიხდით ბიზანტი ჰოპლიტებზე, აი ამებზე. აი ეგ რა თქმინდა, აი ამებზე. ბიზანტი ჰოპლით 15% ნაკლებს ვიხდით. ეგ ძალიან მომეწონა. კაი, მოდი დავიწყოთ. ასევე ანუ პოსტი დავდე ამაზე, რომ როგორც ხედავთ, წინა ვიდეოებთან შედარებით დაპყრობილი მაქვს არაბები, განადგურებულები მყავს. პოსტში ვილაპარაკე, მაგრამ აქაც ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება პოსტი არ ნახოთ და რაც გამორიცხული არ არის და შესაძლებელია ისე ამათი დავიხო, აქედან ჰუნებს ხوار დავარტყა. მაგრამ ჰუნები მე ძმა, აი აქეთკენ შემაწუხე. არ ვიცი მაგას ნახოთ. მოკლედ გეტყვით ახლა რა მოხდა. ონც მაქამდე მოდი ეს გავუშვათ. და მოგიყევით რა მოხდა რა. წინა ეპიზოდი გადავიღე. ეპიზოდი 5, ამას დავწე ხა ეპიზოდი 5-ს, მაგრამ ეს ეპიზოდი 6 უნდა იყოს. გადავიღე და ვითამაშეთ ბევრი. ძალიან ბევრი ვითამაშე და შევძელი არაბების დაპყრობა, როგორც ხედავთ ძალიან ბევრი ისა მავს ჯარი იქით გადაყოსნილი არაბებისკენ, იმიტომ რომ ჯარი მყავდა მაგით გადაყოსნილი და ავიღე და ეხლა უკან მომყავს. არაბების დაპყრობა შევძელით, ასევე აქედან მონღოლებისკენ და პერსების წავართვით თითო ქალაქი, არა, მონღოლებს ორი ქალაქი წავართვით, ის უნდა გქონდა უკვე წარჩმეული. და მონღოლებს და პეჩენებს თუ რაც გქვიეთ, მაგათ ვანადგურებთ. აი ერთი ქალაქი გადარჩეთ. ასევე აქედან შევძელით ნიკოპოლისის აღება და სვიშტოვის აღება ოსგოთებისგან, ასევე ოსგოთებიდან გვაქვს ომი, ასევე აქედან ნურ გარჯებულოა იმპერია, ჰისპოლების იმპერია მე მგონი, მაგალითად ალიანსი დავდეთ. ეკონომიკა ცოტა შევითხელებით აგრესივზე გადავიდა თქოს და აი ეს ვერ ხვდები რა ნატო გადადის ნეიტრალ, დეფენსი და აგრესივი. ნეიტრალზე 100% ანუ ტექს არ მაკლებს
დეფენსზე მაკლებს უცოტას და აგრესივზე ვაფშე 70% მაკლებს რატო ხდება ეგრე არ ვიცი. ხო და შევძელი დამემპრო აბასიან და იპერია. ასევე არბები რა. ასევე ფიქრობდი რომ პირდაპირ დამეწყო შეტევა ტანგ დინასტიაზე ამათზე აქ არიან 2-4-5 ქალაქი რო აქვს, მაგრამ გადავიფიქრე. მაგრამ წოვებ რამოდენიმე რაინდს და ჰამდას შემოვარტყავ ალყას. იმიტომ რომ ეხლა გეტყვათ რომ გადავიფიქრე. იმიტომ გადავიფიქრე რომ აი აქ ეხლა არ ჩანს, მაგრამ აი ამ ადგილზე ყავს აი ერთი 1000-მდე არმია, გენერალი, მოდი ეგრე დავარქვათ. და აი აქეთკენ ყავს 1000-მდე რა, ერთი 5-7-მდე არმია რა ტრაბიზონთან. ხო და მე რო ეხლა თან ტრაბიზონთან მე ჯარიანი ყავს, არც იქანა ყავს ჯარი, ქვემოთან ყავს. მე რო და მაგას ეხლა ომი არავისთან არ აქვს, ერთი აქვს ეგრე ერთი აქვს ამასთან ომი. სირა ანუ რესპუბლიკაზე მარტიანებთან თუ რაღაცა რესპუბლიკა მაგას აქვს ომი და მათ მოყავს უეჭველი ჯარი. წამოიყვანა ეხლა ტანგ დინასტია. მე ხო გითხარით სათყავს დაჟე აქაც ყიყოლია. და ესენი ზღვაში შეუშვა, მაგრამ ომი რო გამოვიცხადო, პირდაპირ ჩამოიყვანს ეგრევე და აი აქაც ყოლია, მანდაც ამყავს ჯარი მე. ჩემები კიდე აქეთ არიან და პირდაპირ რამოდენიმე ერთი 9 ქალაქი ეგრევე ალყის ქვეშ იქნება და სანამ მე მივახსწრებ 9 ქალაქს აიღებენ პრობლემო და არ მაწყობს. მაგის გამო ეხლა ველოდები და ჩემ ჯარებს იქნე გავტყორცნი, დანარჩენებს კიდე ველოდები. საზღვარზე დავაყენებ, არ გადავიყო, თორემ მე ძონ გამიცხადებს ომს წინამით რა გაიყვანე ჩემი ტერიტორიიდან ხალხიო. შინ მეომრებიო. წავიდნენ ესენი გასცენ ჩემს საზღვრებს და მე გამოუცხადებ ომს. სანამ ისინი დაბრუნდებიან, მე დავიწყებ აქ ტერიტორიების აღებას. ვერ მოასებ ყველა სახებს, რადგან ესენი მე საზღვარს მოადგენენ და აქეთკენ მე არმიებს შექმნი და დავიცავ ტერიტორიებს და სანამ ესენი აქეთკენ ჩემ ტერიტორიებს აღებასკენ იქნებიან ორიენტირებულები, მე აქეთა არ გამოუცხადებ. ეს ორი ჩემი ისპანია, ჩემი ალიანსებია, ზონა გამოუცხადო. და სანამ ისინი იქნებიან იქნებიან, მე აქეთკენ მიმოქმედებდი. მანდgacherdi მაგარი აი ეს ამა დაუყენოთ აი მაგალითად ამა დაუყენოთ მაგალითად აი ეს ამას არუნდა აი გადაგამოწი და მოვაშორე ასე დაუყენოთ ავიდე პრობლემ ხოლო ასე ინტერესებს მიზა თუ რამე მოვხსენებ არა ამაზე ხედა დაული რა ვიცი თუმცა სილვერი ვექი მომატებოდა ეხლა მოსულია და არაფერი კიდევა და ამას სამზი აქვს ამას აქვს ეგრე გამოსულია ესეც გამოსულია ესეც გამოსულია გამაქსულია რაღა გვიკლია
შენად გამახსენე შინა ვორგილოსავო გავაგები ეს ხალხად გავახსენე რამდენი ხანი ვაუ ეგრე 24 მიდი კაია აჰა აქეთ რა ხდებაო სათავარი დიო და ინდი კაია მიდი და კაია და შემდეგ ლაზე ნია ეხლა ამ ვიდეო აგებულია საფალეთ აგებია რატო გარმონეტონა რატო ვერიგებს თქონე ავიდე გაი no problem შემეში გადავიდე გადავიდი ახლა მეგრე ყველაფერი იგზია აი ეს კონკრეტულად ყველაფერი იგზია აჰა ეს უკვე პირდაპირ ამასვარა აჰა ახლა ხوار გაიგზისა აქ ძალიან მოვაწყდნენ ამას ძალიან ეს ტვისბურგავენ უკვე ისინი და გასანადგურებლები არიან უკვე მართლა ორი ქალაქი აქვთ მარტო 3 და რამ ხელა არ მევსკრიბავენ ხო ან მიღადავები იმ ხელა არ მევსკრიბავენ რომ ყველას უწევენ წინამდებობა შენ კიდე რა არის ოსგოთებონა ხელა არ მიედამაყენე თავზე ნუ კაი ხლა oh shit ჩამოხვალდა კაია შინგენ ხუთუნე გეტყოდი რაღაც ვარა ახერა რა ეგ იყოს მანდ ეგეც იყოს კი ბატონო როდესაც უკვე ქალაქს ანამეს აღების პირაფსიქრები დაგიბრუნდებით რა მეგობრებო აგიბრუნდით მეგობრებო და ვარ მაგარ შავში აი ჩემი შავი რაც შეეხება რომ გითხრათ იმას შეეხება რომ ვარ ალყაში ტანგ დინასტია მომიცხადა და ნახეთ მთელი მაგის არმია ჩემ ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს თალკი აქეთ კი ყავს არმია თალკი აქ ყავს თალკი აქ ხუნები მიტევენ გამწარებულები აი ხუნებთან გეტყვი რა მოხდა ამ ტერიტორიას ვიღებდი უკვე უნდა შესულიყავი და ვერ შემასწრო ხუნებმა შესვლა რა ქალაქში და წამართვეს რა ჩემი აღებული ტერიტორია წამართვეს მეთქი მაგას არ გაპატიებთ დავდექი და ომი გამოუცხადე მე გადავუარე ერთი მეორეზე უნდა გენდერლებს მაგრამ ადგინდა ვინ რა შეგა გამომიცხადა ხო ეხლა ვართ უკვე და პრობლემების გარეშე თან ეხლა ამერიკა გავგზავნი აქეთ და მოგიყვებით კიდე რაღაცებს ხო და გამოცხადა დავარქვის ტერიტორია ძლობით და ბევრი გაუნადგურე იუნიტი გენერლები ასევე აქეთკენ ვიბრძვით ეს იმან დასავლეთ რომ მაიღო და მე ვერ ავიღე სამწუხაროდ მაგრამ ეგეც მაწყობს რა ჩემი ასუ აქვს ტერიტორია და არა სხვას თო თავის გადადგილება შემიძლია ამ ტერიტორიაზე პრობლემები არ მექნება ეგ ერთი მეორე ის რომ ასაღები აღარ აქვს აღება აღარ მიწეს მოდი ჯერ ამას და ოპა ესენი მე როგორც ვატყობ ახლა მალე აუმეხუცებიან
აგო გაყვანა მომიწევს როგორც ვატყობ მაგარი. მაიტა. ეგენერე ციხესე ისე მართალია ლოგიკურად ესა ცხენოსნები კავალერია რაში გინდა ცხის კედლებზე ცხენები ვერავლენ და ვერ აიღებენ და კავალერია როგორნაირად იყოს კარგი ციხესიმაგრის აღებაში. ქალაქის აღება ციხესიმაგრე როგორც გენ დაარქვით რავი. ჩაჩხომდი ეგრე შენგენაცვალე აქ მოდი აი ეს გავუშვი. ოპა ეგ არ მინდოდა აი ხოცარი არის აჰა 200 მეტი არა სხვა მინდოდა აი დემეიჯიანი რა დემეიჯიანი დიდი დემეიჯი რო ქონდეს რა აქ უფზე მივიდნენ აი თული გასაკლავი დიამაგია მაგას ოპ სად მიდიხარ რომ მიდიხარ გაჩები ეგრე ეხლა შენას პილოტს თავიდან დაარტყი 500 კაია მიდი კიდე ო კაია მე აქ ბაღდადში ჯარები მყავს ყველაფერი მაქვს წავიდა რია ეს წავიდა და ესეც წავიდა კავალერია გორი ძალიან კაი კავალერია მე მაგასაც ვიდი გამოიყო ნახავ ეს 100 ეს 62 68 65 ნაგიცის ფული არ ამაქვს თორე ძალიან კაია 1 2 3 და მე-4 სადა რა ეს ყოფილა მაგრამ მაგას ვერ გამოიყენე რა იყოს ეგრე სამზე აჰა ასრა კუფა ძალიან უტევენ და ეგ არ მაწყობს რა ეგრე ძალიან რო უტევენ რა ეს ფილები განადგურე კაია მომეწონა და მიდი პირდაპირ დაასვენა და ეგ არის კაია ეგენი მიყვარს მენა ვგიჟდები მაგაცზე ძალიან დიდი დემეიჯი აქვს და უცებ განადგურა კაია კაია თან სპეციალური პოსტ ზაკეთ არჩევა მაგარი უნარი რა ანუ უნარი ეს პოსტ ამაგრებული განკორნა რა შემიძლია 300-მდე მოუმატოს რა და ეგ ძალიან მადგება ყოველთვის ყველაფერში ეხლა შენ მოდი ორიანი დიდ პრობლემას არ შექმნის სამიანები შექმნიან პრობლემას თუ შექმნიან აი ეს კაია ეგრე კაი ხლა გემიფიქრე აჰა შენ მოდი ესენი გამოყენებული მყავს და ვერ არის კიდე აბა აი შეკაი ესენი გამოყენებულია და ეგ არ მინდა აი აჰა და ეგრე ეგრე სიო ეგ არის აი შენ გადამჭი ხო შენ საიკენ გაგიშვა დვინზე შევატევინო დვინს მარტივად აიღებს no problem მაგრამ აი აქეთკენ ჯობია ესენი გაანადგუროს მოდი ის არ მიმანდა დამატებას და აი აქ რო დავჭდე მობილითია ეხლა მე 5
ეს -5-იანი. ერთით გადმოვაწინე კაცო. მაქსიმუმ ერთით გადმოვაწინე, ასე აქ დავსვა. აქ გადმოვა ეს, აქ ვერ მომწდება. ეს მომწდება თავისუფლად, მაგრამ ეგ ვერ კი ბატონო, ამაზე გვაქვს 12. მაგალითად გადადის 2-ზე. კაი, ბაზარი არ არის. შემდეგი, აქ უკვე შეგვიძლია ეს ავიყვანოთ და ამანო შემოგვიტია გაცეთ. კაი, შემდეგი არის დროზე ეს ჯარები თითქმის გამინადგურდა, ხო არა, გადავედით. მიდი, ავერა. მოდი მაგაჯობია, ოპა, კაია, ორაშენი. მოდი ერთმანეთს ეს ლეველი 6-იანი ის და ეს ლეველი 3-იანი. ეგენ წაიწევენ ლეველს. No problem. სიო ეგარი. დაგიბრუნდებით რამე მნიშვნელოვანი რამე წესიერი თუ მოხდება რა. როგორც ხედავთ მეგობრებო, მიხელა არ მიყავდა, მაგრამ მოყვანილი თემებზე მაგრამ თითქმის გავანახევრე და ეს ხენოსნები ძალიან ერთი დარტყმით თლიანი უნის კლავენ და ძალიან ბევრს მიშვებიან. ძალიან დიდფერებს უშვებიან, მაგრამ მაინც აკეთებენ თავისას. ისი არ არის რომ არაფერი არ აკეთებენ. აშვიდი, კაია, მიდი კიდე. კაია. მიდი. რასტუზორი, კაია. ამარაშზე დაგვარტყეს. ეგ არ მომეწონავო. ერთი მაგას დაარტყე ეგრე, მიდი. კაია. ამარაში ბადლებს ცოტა ხანი. ამაზე მოდი დავაყენოთ. რადგან ისინი ხმოსნები არიან, აი ეს და ასე. მე ცოტა მასშტაბით შეგსპიარები. მაგრამ როცა ის მოქმედებს, თუ ხმოსნები მიტოვებს. ყოველთვის მე ვდები ხოლმე თუ ყენი ეგ ხმოსნებით არ ვუყო. მით უმეტეს ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი ხმოსნები არიან და ანუ უბრალოდ ეს ქვეითები თუ დამეხოცებიან, ნო პრობლემა არ მაქვს. მათ ხმოსნების ეს ძვირი იყის და ანახეთ. მაგალითად აი ეს ხმოსანი. X level-ზე ყავს აყვანილი. ამის დემეიჯი არის 214 ერთის. და 213 აქვს დეფენს. და 213 ჯერ თიმონიკლის მაშინ. აი ამაზეო. ყველა ძალიან ძლიერები არიან და ესენი ლეველზე რო გადავვლენ, კიდე მოემატებათ. ასევე ეს რომ იყენია ყოველ იმაზე რაუნდზე, ანუ next round-ზე ვაწვევი. მაგალითად 182 ხო არის ახლა ამ იმაში. 182-ს 10% 10% რაც არის. ეგ რაოდენობა მოემატება აქ. ამასაც 316 და 325. თუ მოიცა როგორ არის? 10% troops recover 10% troops per round. ანუ აღდგენს 10%-ო და არ წერია ზუსტად რისგან აღდგენს. თლიანად რაც არიან, ანუ 320-მდე არიან, არა 330-მდე არიან, მე მგონი რა ეს რაცში რა, მოიცა ნახოთ 351-ის 10%-ს აღდგენს, თუ 182 არიან და მაგის 10%. ეგ არის ზუსტად. არა წერია ახლა ეგ ზუსტი ეგენი და მაგის გამო და შორის ახლა ეს რო გამოვიყენო, ცუდი არ იქნებოდა 225 მომიმატა და კაია 267. აი ეს რა შვება აქ ახლა ამას სიოსხლები კარად აუჯერჯერობით. არ ჭირდება ჰილინგი და მატრა უცობები. რაც შეეხება ამას მონღოლები ტვინს მურღავენ, ხო მაგასთან. 215 და მიდი და ტვით შენ გენაცვალე და ვერავით.
ვერ ავიღეთ ამისი ვერ ავიღეთ კიდევ პიატიგორსკი მაინც ვერ ავიღეთ მათი რამდენი ხანი ვეწვალები და ქალაქი მაინც ვერ ავიღეთ ეგრე ჯობს ქალაქიდან ქალაქში ვამოძრავთ აჰა ადექი ეგრე და დაახიმა ერთი კაცი დარჩა და აია ეგრე შემოგეულეთ გეხუტუნეთ ეგრე კაია ეხლა მაგარი კაია მეტაცოტი ვეღარ წახვალთ აი შენ ეხლა უკან დაიხიე შენცა ან დაიხიე არ გეტყვი მაგრამ ჩამოდი ამას არ ყავს აქ არ ყავსო აია მანდი ყოს ჯობს ეს ამოიყო შეწყლის მომატება კიდევ აბსოლუტურად ეგ დავაგნოთ ასე იგი კაი აქ ასე იგი ლათინ იმპერია უწევს ვესტრომს და იძალთობით ლათინ იმპერია დაიბნოს მაგ ტერიტორიას ისეთ თავიდან ისტორიულად მაგათია ეს ტერიტორია ისტორიულად რა ჩვენია მაგრამ ბიზანტიის მაგრამ თუ დავიწყოთ თავიდან მაგათი გასტებიათ რაღა დავჭო ეს დარჩა და ნუ კაი იმის თქვა მინდოდა ახლა აქ რომ თითქმის უკვე აღარ არის რამდენი იყვნენ და რაღა დარჩნენ აქ ვერ მივადექი ერთი რომ გავანადგურ მაგრამ აქ იმენა გავანადგურეთ რახე ჩემი ერთიც არ მომკვდა რაც თავიდან მიყავით ისე იმდენი ვართ აქ სამი აქ ყავს სამი აქ ესეც მოვთავოთ 3 ანუ 9 გენერლით გავანადგურეთ თლიანი ამათი არმია რომელიც გადატენილი იყო აქ თქვენ გადაინახეთ განახეთ რამდენი იყვნენ ამათ იმიტომ არ ვათვლი რომ ესენი არ გამომიყენებია მაგაზე ესენი პირდაპირ გავუშვი ჰამდაზე ესეც აიღები უი აგერ ერთი ანუ ამან მარტო სამი განადგურა მე მგონი თუ მაგრამ ეგეც 10 გენერალმა განადგურა თლიანი ამათი არმია კიდე არ დარჩენილი მაგრამ ესეც მალე განადგურდება მაგის თქმა მინდოდა მაგრამ აქ იმ ძლიერი ხალხი იყო რა მყავს ძალიან იჭრებიან და სვითოს ამიმიწრობენ კაი მეგობრებო დაგიბრუნდებით თორსა რამე მოხდება მნიშვნელოვანი მონღოლები ძლივობით განადგურდნენ ეგ არის და ეხლა აქ გაული და ტანგას დინასტიის ხალხი ტერიტორიაზე ეგ არის აქ ეგვიპტელებიც იყვნენ და ეგენს გვეხმარებოდნენ მაგრამ ეხლა ესენი წავდნენ თავიანთ სახლებში ასევე ძალიან დამავიწყდა ვიდეო ჩამერთო და ჰამდა დავიფყარით და ტიპი დავუბრუნეთ თავისი პირვანდელ ტერიტორიაზე რაც ჰქონდა თავი თამაში დაწყების დროს აი ეს ძირითადი 4 ტერიტორია დვინი არდაბილი თელავი დებენტი ეს 4 ტერიტორია ჰქონდა თავიდან ძირითადად და მაგაზე დაბრუნდა იმიტომ რომ აქ ტერიტორია წავართით აქ ამას ძიღებდა არ ავაღებინეთ და როგორც ხედავთ აქ მთელი ჯარები გამოუხდა და მე გადავედი თლიანი შეტევაზე მთელი ძალების შეტევაზე აქ ეს სამი არიან და ამით ვანადგურებ და რავი თუ რამე აქ გავაჩენ კიდევ ერთ გენერალს ასევე ძალიან ანუ მანიაკზე გადავიდა რატო გავდა და ვაფშე აღარ მათლებს ფულს რა -100% მართლებს გადასახადი ტექსტ გადასახადი არ არის მოდრატოუსები არის ალბათ ჯარის გამო იმიტომ რომ 39 მყავს და აქ კიდე ზევით მარცხენა კუთხეში 250 რომ ნაყავდეს 500 ჯარის გამო
აქეთ მეტად შეეხება აზიარულ ახალ. როგორ არა, აქ ამათ დიდი აბოტია ეგრეიქნება დაუკავდა. ამას სრულად ვერ გამოიყვანა, ამას დავკავდა. ეს უნდა გამოიყვანო აქ აღვადგინო ჯარი, ამას ერთი ბორდია უუნო, ეს უნდა გამოიყვანო აქ აღვადგინო. და ამ ორს გადავიყვან შეტევაზე ახლა აქეთკენ და აქეთკენ მოვიწყდი, იმიტომ რომ ოზგოთებში მცარცალია. იმიტომ რომ ლათინური პერიოდებს აქედან და არ მგონებს და ხანი მოიწევს და მე და ხანი მეყოფა რომ ნუ საკენა შეუტიო ზემოდან უკაკეთ როგორ ხედავ და ოდესას წავართ მალევე და მეტი დაუნა რავი მეგობრებო აქ ხوار მოვჩენიყავით ეს ეპიზოდი იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვიღებ ახლა ამ ვიდეოს რომელია 4-ის ნახევარია 12-ზე დავიწყე გადაღება ანუ 15-29 ანუ 4-ის ნახევარი ხო საათს ნახევარია ვიღებ რა ჩვენთან ახლა არ იქნება მაგხელა მაგრამ ჩემთან იმიტომ რომ ბევრ ამეს ავსვავ რა, იმიტომ ძალიან უინტერესოა 2 საათი ზოგჯერ ერთ ქალაქთან ვდგავ ხომ სიჯზე. და როგორც ხედავთ, ანუ მარტო მე არ ვარ ეგრე რომ რთულია აქ ტერიტორიების აღება. ასევე როგორც შეხედეთ, რავი, 15 წელს როგორც იყო, ისევ თითქმის ვენეცია ამან დაიბრუნა ძლივებით შუა პერიოდში ავიდოს შუაშიც ქემა და ეგრე ისეც დაიბრუნა და ისევ დაკარგა. მაგამდე ქონდათ ფუნდები დაყრობილი, დაიბრუნა და ახლა 20 თემა დაიბრუნეს. მაგასაც რამოდენიმე საათში დაიბრუნეს რა. ასე ვიზგოთები ესენი რამდენი ხნის მაინც ებრძვიან ისე ვიგე ტერიტორიებს ერთმაც ვერ აიღო ტერიტორია. რავი, ზუსტად იგივე ტერიტორია აი ერთი ეს ვენეციაზე ცვლილება. და აი ამ ტერიტორიაზე რო უტელე მაიღეს. დანარჩენი ჩემი დაპყრობების გარდა, აი აქ ამ ტერიტორიის დაპყრობების გარდა და მონღოლის განადგურების გარდა ევროპის რუკა ზუსტად ისია, როგორიც იყო, რადგან ვერ იყო ერთად. ჯარები ხედავთ რამდენი ყოთ, ანუ რავი, რა ამბავია, ამ ხელა ამ რაოდენობის არმიები. ესენი ამას უწევენ, ესენი ასე ერთმანეთს ეუმებიან, ყველას ერთმანეთთან ომი აქვს, მაგრამ ნახეთ აი მაგალითად სუების იმპერია ავიღო. ამათან ხო აქვს ჰოლივუდის იმპერიას ომი და თელი ჯარი ყავს გადაწყვეტილი მაეწყო. ასევე ომი აქვს ჩვენ ბატონს ტვენთ იმპერიასთან აი ამასთან და მისკენ ჯარები საერთოდ მაგრამ ტვენთ იმპერიას არც ალია მაგისთვის ერთი ხუთი გენერალი გამოუშვა მაგრამ მაგდაც ვერაფერს ვერ მიახდებს. კიდევ ისანა აქვს ომი, ვიკინგებთან აქვს ომი და საზღვარზე ვანგასანაც ყოლე გაშვებული, სამეფოს უტევს ერთდროულად. კიდევ ისანა აქვს ომი, არ ხონი იმასთან. ბურგუნდიას ხო აქვს ომი, ხო? ბურგუნდიასთან აქვს ომი და საზღვარზე ვაფშეც არ ელი, არც ბურგუნდია აქცეს ყურადღებას, არც ეს აქცეს სუები ყურადღებას, რავი კიდე ანუ ბევრთან აქვს ომი, მაგრამ საზღვარისთანაც აქვს, ფრანგები მაგალითად, ფრანგებთანაც აქვს ომი, მაგრამ ერთიც არ აქვს ყურადღებას, მეორეც არ იცებს ყურადღებას ერთმანეთს რა. აი ანუ თორე ბევრთან აქვს ომი, მაგრამ იმას ვიძახი რომ რავი, ძალიან ბევრს აქვს ერთმანეთთან ომი, მაგრამ ტერიტორიას ვერ იღები. საფრანგეთი რამდენი ხანია ასია ტიპი, აქედან ისა დასავლეთ რომის იმპერია უტევს, აქედან ბურგუნდია უტევს, აქედან ეს უტევდა, ეხლა იქიდან გადაინაცვლა ჯარები, თორე აქედან ყავდა წეღან რა. აქედან ეს უტევდა, მაგრამ ეხლა შემოუბრუნდა ეს უტევს, პირიქით აქეთ უტევს, რა ქვია ამას. ჰისპანიის იმპერიას აქეთ უტევს ეხლა. და წინაზე ეს უტევდა. ან ტიპს ეხლა ყველა მხრიდან ებრძვიან და იმ ხელა ძალები აქვს მაინც. დავდაცვაზე კი არ დგას. იქ აქეთ უტევს. ჰისპანიის იმპერიას აქეთ უტევს. ბურგუნდიასთან აქეთაა შეტევაზე მაგის ტერიტორიაზე შესული ტიპი.
და საზღვარზე არის იმასთან ბრძოლა ზუსტად საზღვარზე ანუ ორივე დეფენსია რა ვესტორნ იმპერიასთან რა ესენი რავი რა ხდება ამათ აქვს ანუ ძალიან 1.44 გენერალი ყავს 25 რა და ტიპი რამდენი ხანი უტევს და ერთი ქალაქით ვერ აიღო ვერ რა იგით ერთი მაშინ წინა ეპიზოდში რომელიც წამეშალა მე რა ქვია ამას მერდინი თუ მერიდა წაართვეს ბერბები მამათმა ბერბები არ არიან ეხლა ქვიათ იდრისის იმპერია და მე დაბრუნება შეძლო მაგრამ ამდენი ხანი ივრის ამხელა არმიები ყავს აი მაგალითად აქეთკენ ამხელა არმია ყავს წამოშვები გამოგზავნილი და ორი გენერალი ყავს აქ ამასთან აქ ერთი და ვერ იღებს მაინც რამდენი ხანი ეგრე უყენია ქალაქი ვერ აიღო და როგორ ვითარდება პროსტა მოვლენები იცით და აი ამას ვაწები ხოლმე end you are თორნან დასულდეს ეს რაუნდი რო აწები ტური თუ რა არის რაუნდი არ არის მაგრამ ტური რა ეგრე რაღაცა რო აწები იმდენ ხას ანდომებს რომ ჩემი ჯერი მოვიდეს ყველა ქვეყანა გააკეთოს თავის სულები აუ მაგაზე ხო მენა ტვინი წამეღო რა მაგრამ რამხელა იმპერია შექმნით მალე ახლა ტანგა ტანგა რანაირი სახელია მაგრამ ტანგაზე სულ სხვა რამე წამომიდგება თვალწი და ტანგა დინასტია დაგვრჩა და მთელი ძალები იყოლება დასავლეთიდან გადაყურცინილი იმიტომ რომ აღმოსავლეთით აღარ ვიყოლება რა კაი მეგობრებო ბევრი ვილაპარაკე ახლა და დავუძლებთ დავასრულე ვიდეო იმიტომ ძალიან გამიგრძელდება ამ ეპიზოდში ქონდა პატარა წინსვლა გავანადგოთ მონღოლები ომი გამოუცხად ტანგა დინასტიამ და წავართვით ტერიტორიები ჰუნებმა ომი გამოუცხადეთ და წავართვით ტერიტორიები ოზგოთებთან უკან ვიხევთ რადგან მაგეთი დრო არ მაქვს ძალიან ომში ვარ და წინანდელს ვერ უწევ იმიტომ რომ რაც გავაგზავნე ყველა ომი ხოცეს და ტერიტორიას ვერ იღებთ ორი ანუ ჩვენ ორ მაგათ კი არა 4 მაგათ მეც უკლავთ მაგრამ ციხესიმაგრეს უცა უტევთ უგერ ქალაქს მაშინ ისინი მინადგურებენ თელ არმიებს და არ მაწყობს ეგრე რა თქვენოთ გავაგზავნო მაღალი ისა ლეველიანი ხალხი და ამომიხოცონ როცა იმას რაღაცა ზიანს კი ძალიან დიდ ზიანს ვაკეთე მაგრამ მაგ ზიანსაც მალევე იღდგენსაც არ მაწყობს ეგეთი რაღაცები ხოლმე ანახე ჰისპანიის იმპერიას ფული საერთოდ არ აქვს მაგრამ ინა აქვს ოხრად რაში ხარჯავს ეგეც არ ვიცი რომელსაც კინა 5529 კინა მინდა მე თორე ფული მაქვს თავის აყრენ ლათინა იმპერიას არა ასეთი არ აქვს ამას კინა აქვს ბლომად ფული არ აქვს რაში ხარჯავენ ამ ფულს აი საგვირეულია ეგვიპტე მაწყობს ახლა წავიდეს ასე დაიპყროს კართაგენი და მიადგეს ბერბები აღარ მინდა კაცო იდრის იმპერია არ მინდა განადგუროს იმიტომ რომ ჩემიანია ეგ ვანდელები მაწყობს რადგანაც აქეთკენ მიტევენ ხოლმე ზოგჯერ ნიკოპოლისი და ტვინბურღავენ უკვე ძალიან რა სიმართლე გითხრათ კაი ახლა მაგალითად ზედმეტი მომდის ძალიან მიგრძელდება ეს ეპიზოდი აბაჰე და აბაჰო მეგობრებო შევხვდებით შემდეგ ვიდეოში აბაჰე და აბაჰო peace